მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, შუადღის პოლიტიკა დაბრუნდა ეთერში, ჩვენ ვიწყებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, თბილისის დროით 14:12 ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ბუნებრივია ჩვენი გადაცემის მესამე სეზონი მიეძღვნება არჩევნები 2025 ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ ძირითად ფოკუსი რა თქმა უნდა გვექნება თბილისზე, თბილისის საკრებულოს არჩევნებზე. ჩვენ 4 შაბათი დარჩა არჩევნების დღემდე, რომელიც გაიმართება 4 ოქტომბერს და შევეცდებით რომ მიმდინარე პროცესი წარმოგიდგინოთ, როგორი არის პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, მათი განლაგება, ურთიერთპაექრობა და ეს მთლიან პოლიტიკურ ჭრილში გავაშუქოთ. მე და ბატონი ნიკო კახეთელიძე ვიქნებით ამ გადაცემის მოსაუბრეები, მიმომხილველები და მოგიყვებით და შევაფასეთ მიმდინარე პროცესს. რა თქმა უნდა დავიწყებთ, ჩვენ ორივენი ვართ თბილისის საკრებულოს სიაში. ბატონი ნიკო ეხლაც არის საკრებულოს წევრი, ბუნებრივია ჩვენ ვილაპარაკებთ წინა მოწვევის საკრებულოზე, როგორ წარმართა მან თავის საქმიანობა და რა შეიცვალა თბილისში ამ ხნის განმავლობაში და ბუნებრივია ვილაპარაკებთ იმ გეგმებზე, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში არის დასახული, იმიტომ რომ გარდა ზაფხულის განმავლობაში თბილისის მერიამ და მერმა კახაკალაძემ გამართა ერთგვარი შეჯამებები თითოეული მიმართულებით რა გაკეთდა. ამავე დროს ახლა უკვე დაიწყო პროცესი მომავალი გეგმების და თემატური მიმართულებებით, 5-6 თემატური მიმართულებით იქნება შეკრებები, პრეზენტაცია, ერთი უკვე ინფრასტრუქტურის შესახებ უკვე გაიმართა ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და ჩვენ ვესწრებოდით და იყო საკმაოდ შთამბეჭდავი თუ რას მივიღებთ მომავალი წლების განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, მაგრამ პირველ ეტაპზე დავიწყოთ ჩვენ პოლიტიკური პროცესით. ქართული ოცნება ბუნებრივია მონაწილეობს ამ არჩევნებში და ოპოზიციური ველი შეიძლება ითქვას, რომ გაიყო დაახლოებით თანაბარ ნაწილად. ნაწილი დარჩა ესეთ ეგრეთ წოდებულ ბოიკოტში, რომელიც მათ გამოაცხადეს შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იქ დამარცხების შემდეგ, იმიტომ რომ თითოეულმა საშუალოდ 10% მიიღო და ჯამურათაც უმრავლესობა ვერ მოაგროვეს. მათ არ მოეწონათ ეს შედეგი და გადაწყვიტეს, რომ ამიტომ წამოეწყოთ გაყალბების კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო მტკიცებულებები მათ ვერ მოიპოვეს, ამის მიუხედავად მათ ჯიუტად გააგრძელეს ეს ბოიკოტი და ჩვენ ხედავთ მას შემდეგ არსებულ პროტესტს. ეს პროტესტიც ახლა გაიყო, იმიტომ რომ პარტიათა ესეთი წონიანი პარტიების ნაწილმაც და სხვა პარტიებმაც რომელსაც თავის დროზე ვერ გადალახეს ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში, გადაწყვიტეს კვლავინდებურად არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო რაღაც ნაწილი იძახის, რომ არა, აქ მონაწილეობა არ შეიძლება. დავიწყებთ აი ამ პროცესის შეფასებით. რა შეიძლება ნიკო გავიხსენოთ ამის ანალოგი. ეს არის ერთგვარი უნიკალური პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. აი ამ ტიპის კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკაში 30-35 წლის განმავლობაში, რაც უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ არსებობს დამოუკიდებლად ეს პოლიტიკა და ეხლა ჩვენი მეხსიერება წვდება ამ პერიოდს, თუ საქმე გვაქვს თვისობრივად ახალ მოვლენასთან. გამარჯობა, მივესალმები გურამ შენს მსმენელს, მაყურებელს. იცი რა, უბრალოდ რა თქმა უნდა იგივე მეორდება, უბრალოდ ეს უფრო დახვეწილი სახით არის, უფრო დროში, უფრო მცირე პერიოდში, უფრო მარტივად შეგვიძლია გავადევნოთ თვალი, იმიტომ რომ ადრე ვთქვათ, იგივე 90-იანი წლებიდან, როცა სტუდენტი ვიყავი, ვთქვათ, იმ პერიოდში ეს პროცესები მიმდინარეობდა გაცილებით მდორედ, თუ არ ჩავთვლით იშვიათ რაღაც ისეთ მოვლენებს რა. რაც შეეხება ოპოზიცია, საკრებულოს, აი ამ წინა საკრებულოს პერიოდს თუ გადავხედავ, პრინციპში ისინი ყოველთვის იქცეოდნენ ისე, რომ თითქოს წარმოადგენდნენ ერთ ჯგუფს. რეალურად არ ყოფილა მანდ დაყოფა, ვთქვათ, რომ იქ ხაზარაძის პარტია, ვთქვათ, იგივე, ვთქვათ, სხვა
ერთი დღის ხო, ნაცმოძრაობაც ხო ვითომ თავიდან იყო, მე გაიყო, ანუ მაინც იყო კოორდინირება. ერთ დღის წესი, ერთადერთი მიზანი ჰქონდათ მათ, რომ დაეზიანებინათ მართული პარტია. სხვა რეალურად მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. მე არ მახსოვს, ხა კომისიაში, მე კომისიის თავმჯდომარე ვარ და კომისიაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია შესაბამისად წევრებად. მე არ მახსოვს, როდის მე რაიმე ინიციატივით, ამ თქვათ რაღაც იდეით, ამ თქვათ რაღაც, მსგავსი არაფერი არ მახსოვს. ანუ რეალურად იყო დაზიანების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, მეტი არაფერი. ამასთანავე მინდა გითხრა, რომ პრობლემა რა არის, იცით, საერთოდ ჩვენი პრობლემაა, ჯერტი ვერ ვანსხვავებთ საპარლამენტო არჩევნებს და თქვათ თავისებურება აქვს თქვათ ადგილობრივ არჩევნებს, ხო, ბუნებრივია. აქ მიდის როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გულისხმობ, მიდის ერთი და იგივე რეჟიმში. რაც ჩემი აზრით შეცდომაა. იმიტომ რომ ის თემები, რაც არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებთან, ეს რაღაცნაირად არ აქვს, არც რანჟირებული აქვს, არც პრიორიტეტული აქვს რაღაცა მიმართულებები. პროგრამაზე და ეს რაღაცებზე ლაპარაკი გამორიცხული, ხა წინა არჩევნებშიც იგივეს ვიძახდი, რომ აქ თქვა პარტია ეძახის თავის თავს ესეთ რაღაც სერიოზულად უყურებს საკუთარ თავს და ელემენტარულად პროგრამაც არ აქვს ხოლმე. ეხლაც იგივეა, თქვა, თუ დააკვირდებით, რაზე მიდის ლაპარაკი, ხო? ოპონირებენ ერთი და იგივე ტექსტით, რომ იქ არის კორუფცია, იქ არის ის, ეს არ მომწონს, თქვათ, მათ სიტყვებს ვიმეორებ, არ მომწონს, თქვათ, რაღაცა ავარიული სახლების პოლიტიკა, მაშინ მითხარი შენ რა გაქვს, ხო? ეხლა ბუნებრივია, იმიტომ რომ ამორჩეველი ამას ხო უყურებს და ამორჩეველი ცდილობს არის ნეიტრალური ამორჩეველიც არის, თქვა, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, თქვა, რა უნდა ერთ მხარეს, რა უნდა მეორე მხარეს. სრული გაუგებრობაა რა, იმიტომ რომ რეალურად ისინი და რატო არ აკეთებენ ამას, იცი? კი არ აკეთებენ, ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ ამაზე არ უფიქრიათ, ამაზე არ უმუშავიათ. ეს არის ძალიან სერიოზული შრომა საერთოდ, როცა ადგილობრივ თვითმმართველობის თემებს ეხება, ვთქვათ, ეს პრობლემები რა. ამიტომ ყოველთვის მათი ოპონირება იყო რაღაცა ესეთი კიდევ ვიმეორებ, რომ რაღაცნაირად გააგზავნოს. როდის ეხლა მე ჩემთვის გასაგებია, რა თქმა უნდა, რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ქართული დემოკრატია ფუნქციონირებს ერთგვარ ავარიულ რეჟიმში, როდესაც ოპონენტი კი არ ცდილობს თემატურ საკითხზე მსჯელობას, შემოყოლას, რაღაც არგუმენტაციის გაძლიერებას, ან რაღაც ალტერნატიული ხედვის წარმოდგენას კონკრეტულ საკითხზე. არამედ, რაღაც ესე ერთგვარ მითოპოეტურ ველს ქმნის, ყველა ხატავს აპოკალიფტურ სურათს, ოღონდ რაღაცა ესეთი პოეტური ზმანებებით, კონკრეტული არგუმენტაცია არ ჩანს. შემდეგ ისმენ რაღაცა სრულიად ბოდებს, ბიძინა ივანიშვილი წასულა მოსკოვში, ხოლო ვიქტორ სანიკიძე ვერ წასულა რიგაში. ამ განზომილებიდან გელაპარაკება, რაღაც ერთგვარი თავარი ჩვენ ფორმულა მოვისმინეთ, რომ თავარი ფაქტები არ არის, თავარი აღქმები არის, გვითხრეს და კომუნიკაციაში შეიძლება ესეც მუშაობს, მაგრამ ეს როცა ეს ფორმულა პირდაპირ გამოდეთ შენ და აჩვენე, ხო? მე ბუნებრივია, რომ ამითი რას ამბობ შენ? ამით კი არ აღწერ სურათს, ამით იძახი, რომ დავანებოთ თავი ფაქტებს, ვიმუშაოთ აღქმებზე და ამის გამოც ეს რეალური სივრციდან ეს ჩვენ მივიღეთ ერთგვარი რაღაცა ძალა, რომელიც გავიდა ამ რეალური სივრციდან და ოპერირებს სწორედ აი ამ ტერმინოლოგიით. გურამ, ორ თემას შეეხებ, თქვა. აღქმებზე თუ ვისაუბრებ, თქვა. მათ ისე წარმოაჩინეს ეს აღქმები, რომ საფუძველი შეურყიეს მოსახლეობაში თვითონ ამ იგივე მოდი ესე ვიტყვი ევროპულ ღირებულებებს აი მიმართულებას. იმიტომ რომ მათი ძალიან ბევრი ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იყო თუნდაც თქვათ აი ამ იდეოლოგიისთვის რა. იმდენად ვერ განსაზღვრეს ეს. ეხლა რაც შეეხება აქეთ წამოვიდეთ ეხლა და პრაგმატულად ვისაუბროთ ადგილობრივ აი თბილისზე მაგალითად ხო? თქვენ თუ გაადევნებთ თვალს კახა კალაძის წინა არჩევნების დროს მან ჩამოაყალიბა რის გაკეთება უნდოდა თბილისში და როგორ უნდა მიეღწია ამისთვის. იქ ეს მიმართულებები ყველა არის ძალიან ისე კონკრეტულად ჩამოწერილი რა. ანუ ამომრჩეველს
შეუძლია გაადევნოს თვალი რა დაპირდა მოსახლეობას და რა შეასრულა იქიდან. რამდენი პროცენტი შეასრულა, რა ვერ შეასრულა. მაგალითად ვარკეთილის ჭერი ვერ მოესწრო. ეხლა უყურე ვარკეთილს სხვა პრობლემები აქვს კიდე, რომელზეც ეხლა არა, სხვა რამეს ვიძახი, ამით მე იმას გულისხმობ, რომ ყველაფერი შეიძლება ვერ გააკეთო. ეხლა ხო, აი ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხო მოусმინეთ. გაწერილი აქვს თავიდან ბოლომდე რომელი ქუჩა გაკეთდება, რა ხიდი გაკეთდება, რა ობიექტი აშენდება თავიდან ბოლომდე. ეხლა შეფასებითი კრიტერიუმი ამ მომრჩევლის თვალსაზრისით, აი ამ მომრჩეველმა. მე ვფიქრობ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთქვათ, კონკრეტული, აი ვიღაც თბილისელისთვის, ხო, საშუალო სტატისტიკური თბილისელისთვის, რა დაპირდა და რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა, რა გააკეთა, რა მიმართულებით გააკეთა იმაზე მეტი, რაც დაპირდა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის, მე თუ მკითხავ, აი ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა საარჩევნო პროცესის მიმართ და შესაბამისად წამოწეული საკითხები. თავი ხო რა არის? რა საკითხები წამოწიე, რომელიც არის ყველაზე აქტუალური, ხო? და რა დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხებთან? არც ერთს. ამბობ რომ თვითმმართველობაა, უფრო მეტად სამეურნეო დონეა და არსებობს, ანუ მოქმედი მერი უკვე მესამე ვადით წარმოადგენს აი რაღაც ჩარჩოს ხო რომ აი რა რაკურსით აღიქვავს ქალაქის პრობლემას. ხო, აი მე რატო ვახსენე? ეხლა ყავს ოპონენტი, აი რამე გახსენდება, ანუ რას ვიღებთ ოპონენტების? არაფერი, ნუ ეხლა ძალიან ყურადღებით უსმენ სხვათა შორის რაღაცა ისეთი თქვან, რომელზეც აი თუნდაც რა თვალსაზრისით მაინტერესებს, იცი? რომ რაღაცა ისეთი თქვან, რომ აი თქვა გქონდეს საშუალება რომ პოლემიკაში შევიდე. მე ერთი მახსენდება. მე ვერ გავიხსენე. მე მახსენდება, ანუ იქ რაღაც რეგიონში წამიდივარ, იქ რადიოში სხვა რეკლამებიც ისმის, ხო, მაგალითად. მგონი კახაკუկავას პარტია იყო, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანია არის, ხალხს მიმართავს, რომ თუ იმეს გინდათო თქვენ ადგილას მერობა, მოდითო და ჩემი სიითო მოკლედ გაგიყვანთო. ეგ იყო დასამახსოვრებული, ანუ თქვა რეკრუტირება ამავე დროს არის საარჩევნო კამპანია და მეორე, ნუ ყველაზე მეტი რგოლი აქვს ლელოს, საიდან მხოლოდ ერთი დამამახსოვრდა. მერობის კანდიდატი არის ირაკლი კუპრაძე. ეს ირაკლი კუპრაძე არის ჩამოხლული ქუჩაში, მე მგონი ხანდაზმულ ადამიანთან, ქალთან, რომელიც მე მგონი ვაჭრობს რაღაცით, როგორც მახსოვს და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ხმა უნდა მომცემ მე და იმედი მაქვს, რომ მე მომცემს, იმიტომ რომ მე არ დაგაღალატებ, რადგანაც მე უკვე სამჯერ, როცა არჩევნებში დავმარცხდი, მე ეს მანდატს ხელი არ მოვკიდე. რახან კლიენტ ვერ მოვიგე და რაღაცა ჩემი ზომა ნაჭერი შემხვდა, მე ამ მანდატს ხელი არ მოვკიდე და მე ბოიკოტში დავრჩი და ეს წარმოდგენილია ღირსება და ამ მომრჩეველს არწმუნებს, რომ ამის გამო მას უნდა მისცენ ხმა. ანუ უბრალოდ სოფლიო პოლიტიკის და კომუნიკაციის ისტორია მსგავს პრეცედენტს არ იცნობს, რომ კამპანია და აქციო ის, რომ მე ყოველ ჯერზე, როდესაც შენ მიერ მოცემული ხმა მტკვარში გადავაგდე, ეს არის ღირსება, რის გამოც ახლა უნდა მომცემ მეოთხე. და ეს რაც თავარია, კაი თქვა კუპრაძეს შეიძლება ამ დიაპაზონის ინტელექტუალური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ის ხო მთელი გუნდია, რაღაცა თავის მამუკა ხაზარიდან დაწყებული, გრიგოლ გეგელიათი დამთავრებული, მთელი ტოპ ტვინების გაერთიანება, რომელმაც რაღაცა ამას შეარჩიეს ეს. არ მარტო ეს შეარჩიეს, ეს ხო კოლექტიური პროდუქტია ეს კლიპი. აქ უამრავ ხალხმა იმუშავა, ეს აქვს გამოტანილი გასაყიდ პროდუქტად. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. ნუ კარგი, ამას ამორჩეველი მიხვდება, შეაფასებს მონაწილეობს და მე რაღაცას მიიღებს და მე არ ვიცი მე 5 ოქტომბერს კიდე რას იტყვიან. სიტყვაზე ალბათ როგორც აწყობთ ისე იტყვიან, მაგრამ აი ამ დონეზე ვართ რა ჩასული რა. იმის ნაცვლად რომ ჩვენ მაგალითად უამრავი საკითხია თბილისში, ხო? საფიქრალი ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ხა ამაზე ვილაპარაკოთ. აი, შეგეცოდინებ, აი მაგალითად მე ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რა, ჩემი ნაცნობები რა არის მით პირველ რიგში რომ თუ კი თქვათ აი ბინაიდან შენ შეეხე მაგ თემას რასაც საუბრობს მათი კანდიდატი რომ მე მანდატი დავტოვე და წამოვედი თუ კი მანდატი დატოვა პარლამენტის ეხლა რატო შედის თქვათ წყალებში შეჯიბრში აი ეს გაურკვეველი რჩება იცით ამაზე პასუხი თქვათ ისეთი პასუხი რომელიც თქვათ ვიღაცას დაუკმაყოფილებს ცნობის მოყვარებას არ არსებობს არა აქვს ეგეთი პასუხი და ბუნებრივია ეხლა ამას უყურებს და ეს ტოვებს რბილად რო ვთქვათ არასერიოზულობის განცდას
მათში. მე აბსოლუტურად არა აგრესიულად ვსაუბრობ ამაზე. ხო, არა, ბუნებრივია. არც ისინი არ არიან ის ადამიანები, რომ ხო, მე მართლა ვერ ხვდები, რატო აღიქოვენ ადამიანებს აი ეს ელემენტარული კოგნიტიური უნარების არ მქონეთ, რომ აუხსნა. აი ზოგი ვიღაცას რაღაცას უხსნის. მაგალითად, აი გახარიამ ეგ ნაწილია, ესენი ხო ხა იმაში არიან კოალიციაში. ეგ ნაწილი აუხსნა. თავიდან თუ გახსოვს დეკემბერში მაშინ ლაპარაკობდა რომ თითქოს ბოიკოტს და პროტესტს ჰქონდა ფაზები. პირველი ფაზა იყო რომ მივახციოთ რაღაცა ელეგიტიმაციას, არაღიარებას, მერე სანქციები, რაღაცა. ეხლა გავიდა რაღაც თვეები, მე თვითონ წავიდა გერმანიაში, ის არ ახსნა გერმანიაში რატო წავიდა და რატო მიიღო ბინადრობის მოწვევა, მაგრამ სამაგოდ ის ახსნა რომ ეს პროტესტი ჩავარდა და საერთოდ მანდატების ბოიკოტირება იყო შეცდომა. მაგრამ აი თავიდან რომ დავიწყე ლაპარაკი ამ პოეტურ და რაღაც რომანტიულ მიდგომაზე რა, თითქოს რაღაცა გაკუცა ჩოლოყაშვილები არიან, ამას გულისხმობს სწორედ რომ ამორჩეულს აჩვენებენ სურათს, რომელიც სრულიად გამრუდებულია, საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და თან იმ ევროპულ დემოკრატიასთან, რაც ლაპარაკი. შენ როდესაც მონაწილეობ არჩევნებში და იღებ მანდატს, იღებ ზუსტად იმ ზომის და წონის, რამდენ პროცენტმა და რამდენმა ამორჩეულს მოგცა ხმა და ეს არის ხელისუფლების და ძალაუფლების ნაწილი. ანუ ძალაუფლება შედგება 100%-ისგან, უბრალოდ იქ პროპორციაა სხვადასხვა. როგორც უმრავლესობა არის ხელისუფლების ნაწილი, ისევე არის ეს უმცირესობაც და გავიწყდებოდ სხვადასხვა. ის არის საერთოდ ნიველირებული. და აქ ლაპარაკია რომ ან ერთმა უნდა მოიგოს, ან მეორე. ანუ თამაში რომ შედგეს ფეხბურთის, იქ აუცილებლად ერთი გუნდი მოიგებს, ან მეორე ვიღაცა მაინც მოიგებს. ის მატჩი ფრედ დამთავრდება, შემდეგი მატჩი დამთავრდება სხვანაირად, ხო? მაგრამ თამაში ვერ შედგება თუ ორი გუნდი არ გავიდა და ერთნაირი წესებით არ ითამაშა. ხო, ეს არის მთლიანად ნიველირებული მათ პოლიტიკურ ნარატივში და ისინი ატარებენ ხაზს, იცი რა არის, რომ აი ესენი რამდენი ხანი უნდა იყვნენ ძალაუფლებაში, ხა ჩვენ თუ არ მოვიგეთ, ესე იგი ეს სწორი არ არის და ყოველ ჯერზე ბოიკოტი. ანუ რატომ მიაჩნიათ, რომ ეს ამორჩეული არის ესეთი იდიოტი, რომ ამას ვერ ხვდება. აი მაინტერესებს, ანუ რატოა ესეთი დამოკიდებულება, ბერებში მეორე გამოცდილება გაქვს და ბევრნაირ ხალხს შეხვედრი ხარ და მე მაინტერესებს, რატო აქვთ ესეთი დამოკიდებულება. სხვათა შორის ყველაზე ძალიან დავანებოთ თავს ამ შემთხვევაში წინა ხელისუფლების თქვათ ჩამონათვალს რა საზიზღრობები აქვს გაკეთებული, ამაზე არ ვილაპარაკებ. ყველაზე ცუდი განცდა იმ პერიოდშიც მქონდა ეგ, რომ ადამიანებს ესაუბრებიან ისე, თითქოს ეს ხალხი არის რაღაცა ამორფული მასა ადამიანების და რასაც ჩაძახებ, იმას დაიჯერებს. ან ფიქრობს რას? რასაც ვეტყვი, ის უნდა დავაჯერო. ეს სპეციალურად სხვათა შორის ესეთ საკმაოდ ისეთ ტრეინინგებს გადიან ამაში, რომ თან დარწმუნებულები არიან, რომ ეს რა ხან თქვი, იმას ჯერა კონკრეტული ფაქტის. იგივე გზას აგზელებენ ესენიც რა, ყოველგვარი არგუმენტაციის და ყოველგვარი რაღაც მაგალითების მოხმობის მიღმა რა. და სამწუხაროდ რჩება რა, მოდი, იცით დავანებოთ თავი, ხა კიდევ ვიმეორებ აი ამას ამ თვალსაზრისით ბრძოლას. ის მსმენელი შენი, მაყურებელი შენი, ამომრჩეველი შენი გატყობს, რომ შენ რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, შენ ვერაფერს ვერ აძლევ მას. ან თუ აძლევ, იმაზე მეც ვერ აძლევ, ვიდრე დღეს ეს რეალური ხელისუფლება, რომელიც დღეს არის. ეგ პრობლემა აქვს. და პრობლემა რა აქვს კიდე იცი, რომ ერთმნიშვნელოვნად, თან ზუსტად ვიცი, ხა ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ოპოზიციაში, ბევრთან ახალგაზრდობაში ჭაბუკეში მეგობრობდი და ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ზუსტად იციან, რომ უმრავლესობა არ აქვთ. ქმნიან იმის რაღაც ილუზიას, რომ მათ აქვთ უმრავლესობა და არსებული ხელისუფლება მათ თქვათ თრგუნავს, რომ თქვათ უმრავლესობაში ვერ მოვიდნენ და რაღაც ციფრებს ასახელებენ, თუ დააკვირდი რაღაცა ეს კუპრაძის ლაპარაკობდა რაღაც 23% იყო ყალაძეს და მე მაქვს 60 და რაღაც პროცენტი. ნუ ეხლა რაღაცა უკვე ზღვარს მიღმა ეს ყველაფერი, ხო? და აი ამ გონიათ რომ ხალხს ჯერა ამის. რეალურად მე დგება ის შედეგი, რომელიც დგება. ამაზე უკვე რეაქცია აქვს, უკვე შო გაყალბდა. შო გაყალბდა. როგორ, ნუ აი ეგრე. ეხლა ძალიან კარგად იციან, რომ არ გაყალბებულა. მე აი ამაში როგორ ავარ, იცი დარწმუნებული, რომ აი ზუსტად ვიცი, რომ იციან ეს. მაგრამ მაინც თამაშობენ აი ამ დაჭაგრულების როლს რა. შარშან ამ არჩევნების შემდეგ და მე როცა ეს რაღაცა პროტესტის ტალღები დაიწყო,
ვიძახდი რომ ანუ ნახე შე როცა მოგცა ამორჩევა მე თვითონ სხვა შორის კვლევები ჩაატარეს რომელსაც ეგ სურათი აჩვენა რა შუაზე გაყოფილი აი ბოიკოტს ემხრობი არ ემხრობი მანდატების გადაყრას და თავისივე კვლევებში რომელიც კაც მარცის კიდე როგორ ტარდება ხო ჩვენ არ ვყავთ ეს გახსნილი რა შიგნით ფორმულა როგორ ველი და იქ თვითონ გამოჩნდა რომ შუაზეა გაყოფილი დამოკიდებულება ეუბნები რომ ანუ შეუძლებელია რომ შენ რომელსაც დაიწყე ეს პროცესი თუ რევოლუციას იწყებ რევოლუცია იმ ლეგიტიმური ხელისუფლების თვალში რა თქმა უნდა არალეგალური საქმიანობაა და ეს არის წყობილების დამხობა პირველში კანონთან თუ მე გავიმარჯვებ ბუნებრივია რომ შენ დაიჯები და მაგრამ ვიცი წარმატებული რევოლუციის მაგალითებიც ხო და მე უკვე ისტორიას გამარჯვებული წერს და რომ დაამხობ ხელისუფლებას იმას აღარ აკითხები უკვე არაფერს და როცა ამ პროცესს იწყებ და მე ხედავ რომ ვერც გამარჯვებით აგვირგვინებ და თან ის არგუმენტებიც არ ყოფნის რომ ადამიანები მოიმხრო ბუნებრივია რომ ის თუ ვიღაცამ ხმა მოგცა იქიდან დიდი ნაწილი მაინც მე შემოგწყრება და გაგიბრაზდება ამისთვის მოგედ მე ვიცნობ ეგეთ ამორჩევლებს რომელსაც მიცა ოპოზიციას ხომ და მე ვთქვა რომ ეს რა პროცესში შეხვედით ანუ რატო ჩათვალე რომ შენ აი ესე უდიერად უნდა მოექცა ამ თემაზე აქ ბევრს ლაპარაკობდი მე ამ სტუდიაში და გარკვეულ დოზით ეს აუცილებლად იმუშავებს ხდები იმიტომ რომ თუ ვინმე არღვევს და ანგრევს ამ სახელმწიფოს წესრიგს ეს პირველ რიგში არის ახლა ის დამოკიდებულება რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ხო ამორჩევლის მიმართ და მსმენელის მიმართ უდიერი დამოკიდებულება მის გონების შეაძლებლობებში ეჭვის შეტანა ესე უდიერად მოპყრობა იმ მანდატისა რაც შენ მოგცეს რაღაცის გამო ან საწინააღმდეგოდ მართველი პარტიის ან უბრალოდ შენ მხარდასაჭერად და საბოლოო ჯამში შედიხარ იმ ჩიხში სადაც ბუნებრივი არ გექნება ანუ შეუძლებელია რაც 20 მე რას ვიძახი 24 გაწყვეტილი და კიდევ ერთი 10%-იანი რო ხარ პარტია და ირგებ გამარჯვებული სტატუსს რაც თავარია რა ამ დროს ძალიან ხშირად ვაკვირდები ხოლმე ხა ხშირად ესეთი აი ეხლა მე თუ მეტი ძალიან ესეთი პაექრობა აქვს მათ ხელისუფლებასთან გაცილებით უფრო რბილად პაექრობენ ვიდრე უკვე იმ ოპონირების სამაგალითად ვიდრე იმასთან მიგივე ნაციონალურ მოძრაობასთან 10%-იანი პარტია რო ხარ რატო ირგებ უმრავლესობის იმას რა ქვია მანტიას აი ეს საერთოდ გაუგებარი რაღაცაა რა წარმოუდგენელი რაღაცაა ეხლა ჩვენ როცა ლაპარაკობთ უბრალოდ ბოდიში 10%-იანი რო იყავ იმიტომ რომ მაგას ვიძახდი რომ ასე დამოკიდებულებას და შემდეგ ესეთ პოლიტიკურ გზას რო გადიხარ ბუნებრივია რომ შეგიმცირდება ეხლა ისინი აიღებენ უფრო ნაკლებს იმ პროპორციით რო გადავთვალოთ რაც 24-ში შედეგი იყო მე გაუკვირდება და შეიძლება თქვან რომ აი ეს არის გაყალბების ნიშანი რანაირად და 24-დან 25-მდე რომ აი ეს სულელები აკეთე და როგორც იარე ისე რო იარე და ეს დელეგიტიმაციებს რო შეეცად ეხა ბუნებრივია რომ აქ რატო წამოგყვება მინიმუმ შენივე ამორჩევლის ნახევარი გურამ კიდევ ერთს დავამატებ და უფრო ახლოს მივალ ადგილობრივ არჩევნებთან კიდე გავიმეორებ 4 წლის განმავლობაში აი კიდევ ამბობ განსაკუთრებით აი თუ გადავხედავთ ნუ ლელოს რამოდენიმე წევრი კიდე რაღაცას მოდი ესე ვიტყვი პარტყალებდა რა გახარიეს მხარე საერთოდ ხმას არ იღებდა საერთოდ აი ხო არის რაღაცაზე რომ რაღაცა პროტესტი ეს პროტესტიც რაღაცა ჩუმი პროტესტი იყო და აისახებოდა ხოლმე აი ხმას არ აძლევდა ანუ კამათში არ შემოდიოდა საერთოდ სხვა შორის ლელოს ზოგიერთი წევრი ხა ჩემ კომისიაში იყო ერთ-ერთი წევრი მაგალითად გადაწყვეტილებებს რომელსაც ღებულ პლუს და მინუს წერდა ძირითადად მინუსები და ამას ტოვებდა ხოლმე იმაში წარიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას და რეალურად კარჩევას მაინც აკეთებდა ამ ფურცელზე და აი ეს გამოიყენეთ ოქმის შევსების დროს ხო ნუ ეხა ეს ბავშვური თამაშებია რა და თავარი მომენტი რა არის იცი რომ იმ პასუხისგებლობას ვერ გზნობენ რაც თავიანთმა ამორჩეველმა თქვა დააკისრა მათ საერთოდ უპასუხისგებლო ხალხია აბსოლუტურად რას ნიშნავს ეს აი რა დამოკიდებულებაა ეს მე აი საკითხი ხა 4 წლის განმავლობაში თქვა შემოხვედი საკრებულოში და არიცი ბევრი რაღაც და შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა თქვა სხვა მიმართულებით პოლიტიკურად აქტიური იყო მაგრამ კონკრეტული საკითხების შესწავლად შეიძლება გარკვევად შეიძლება და ამ პროცესებში ჩართვაც შეიძლება 4 წელი საკმაოდ დიდი დროა და ამასაც არ აკეთებენ ხო მაგრამ ეხლა ნახე როცა იმიტომ ამას ძალისხმევა ჭირდება ამის კითხვა ჭირდება წაიკითხო იმუშავა ჭირდება ხო და ეხლა არათუ ეგ ბევრი რაღაცა არ აქვს ეხლა წარმოვიდგინე ჩვენ ვიზო ვლაპარაკობთ რომ საერთოდ აქ ხო რაღაც ესეთი კარმული კანონი მუშაობს შენ როგორც აღიქვა ყველა ზომავს თავისი მასშტაბის მიხედვით რა ანუ ესეთი წარმოდგენა რო აქვს ხალხზე სინამდვილეში
ჩვენო მოსახლეობამაც და მათმა ამორჩეულმაც უნდა იცოდნენ რამდენი ადამიანებზე აქვთ საქმე. ანუ წლების განმავლობაში ჩვენთან პოლიტიკური ტექნოლოგია მიმდინარეობს, ანუ სრული პოლარიზაციის რეჟიმით. ესე იგი, შენ რო რაღაცა კარგი ინიციატივა გქონდეს, ან რახან შენ უმრავლესობა ხარ და მე ოპოზიცია ვარ, აუცილებლად უნდა შეგეწინააღმდეგო. ეს ოდესღაც დამკვიდრდა ჩვენთან, არ წავიდეთ ეხლა წიაღისვლაში ვინ და როგორ შემოიტანა ოპონირების ეგეთი რეჟიმი. ანუ ის კი არა რომ საქმის არსი გავარკვიოთ კარგზე კარგი თუ რატო გონია რომ შენ აურჩეველი ვერ გაგიგებს. რო თქვა რომ კი აი ეს სწორია, ეს არასწორია, რომ რატო გონია რომ ვერ გაიგებს აურჩევნო სამყარო არის მრავალფეროვანი, გვაქვს უთვალავი ფერით, აი ამ ქვეყანაში რატო გონია რომ ვიღაცა ვიგოს? არა, თავრობამ თუ ის თქვა, მე საპირისპირო ვთქვა. ეს არის შიდა პოლიტიკური რუსოფრენია, იმიტომ რომ ხო იცი რუსეთმა თუ რაღაცა თქო, всё, ის უკვე პირიქით უნდა თქო. მორჩა. აი 2x2 4, შენთან 5 უნდა იყოს. იმიტომ რომ როგორ რუსეთი, აი ეს რუსოფრენია რომელიც გადავიდა, ამის საფუძველი აქ მომზადა, რომ ეს პოლიტექნოლოგიურად ისე უნდა იყოს, სრული დაპირისპირება უნდა იყოს. ანუ ყველაფერში უნდა იყოს საპირისპირო. აი ამ ეს რო ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს ტექნოლოგია არის აბსოლუტური სისულელე და თუ ოდესმე რამე ეფექტი ამან მოიტანა, ის იქვე გაიფლანგა. როგორ შეიძლება აი ამ ხალხზე ვლაპარაკოთ? ეხლა თან რა არ კიდე ერთ მომენტს გავუსმო ხალხს, უყურე ბოიკოტის რეჟიმი. აი ხა ეს ბოიკოტის რეჟიმი განსაკუთრებით როცა ახლოვდება არჩევნები, იქ კონკრეტულ საკითხებზე მიდის კიდევ ვიძახე ეს კონცეპტუალური მსჯელობა და შენ არგუმენტი არ აგაქვს. ამიტომ აცხადებენ ბოიკოტს. ბოიკოტი ის არის მათთვის გონიათ რომ მომგებიანია. ბოიკოტი არ შემოდის საერთოდ კამათში არ ესწრება საკრებულოს ხდომას, თქვათ გესმის და ნუ პარტიაც მიუთითებს რომ ბოიკოტის რეჟიმში იყოს. რატო? რეალურად იციან ეხა მე ეხა ვისაც ვიცნობ ზოგიერთი მათგანი უკაცრავად ამ გამნაში ტერი არ არის რა ნამდვილად და ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. საერთოდ რეალურად თავის წარმომადგენელ საკრებულოში ამოკეტავს, უგზალავს, თქვათ, ან ბოიკოტის რეჟიმში ამბობს. რატო? უფრო დიდი სიშტერი არ თქვას, ვიდრე სინამდვილეშია, გესმის? აი ეს ბოიკოტის მეთოდს დარწმუნებული ვარ, იყენებენ აი ამ მიმართულებით. ხო, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს შემადგენლობა თვითონ არ არის ეგეთი მასა, წარმოუდგენელი ეს შემადგენლობა, ვინც პოლიტიკურად უნდა წარმოადგინოს ამორჩეველი და რაც თავარი, ეხლა რაც უკვე აღვნიშნეთ მაგალითი, აი ეს აბსურდი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ოპონირების ეს პოლარიზებულ დამოკიდებულებას და აი ამ ბოიკოტზე ადამიანებმა აქციეს საარჩევნო პროდუქტად. ანუ თქვი არა მარტო ის რომ მიხვდა რომ მოდი ეს ხა ეს ამერიკა მიხვდა რომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა რაღაცა მიხვდა რომ ამოიწურა ეს USAID-ით და soft power-ით ამ ფორმით მუშაობა და რაღაცა გადატვირთა. ნუ ხო ყველაზე დიდი და ისეთი ქვეყანაა დინამიური ხო ხდები სადაც თავისუფალი აზროვნებით საუკეთესო გამოსავალს პოულობენ და ნუ ჩარჩოებიდან გასვლა ყველაზე ადვილად შეუძლიათ. ისინი მიხვდნენ და ესენი ერთო ამას ვერ ხვდებიან ეს აქცია საარჩევნო პროდუქტად და ტიპებმა თქვეს რომ ბოიკოტი ეხა ვაქციოთ გასაყიდიმად. ანუ არჩევნებში მონაწილეობთ, მაგრამ არჩევნებში ხალხს უთხრათ რომ ჩვენ ვართ ყველაზე კარგი ბოიკოტის. სულიან აქტივად, გესმით? და ერთმანეთში კამათის დროსაც კი ამას იყენებენ როგორც აქტივს. აი მე არ ეს აი შე რატო შედიხარ თქვა არჩევნების პროცესში, გესმის? ანუ პარტია თუ ხარ თქვა და კონკრეტულად სადღაც ხარ თქვა და არჩევით ორგანოში და არჩევნებში არიღებ მონაწილეობას, ხო? ნუ ეხა არ ვიცი, მე არ მესმის. ჩვენ მივიღეთ სრული პოლიტიკური გროტესკი, თან რაც თავარი ამას ამდიდრებენ სხვადასხვა სურათით, არგუმენტებით, რომ ეს არის და მას ყიდიან როგორც ეს არის რეალობა რა. ანუ ტიპები სერიოზულად ყიდიან რეალობას, რომ ბიძა ივანიშვილი არის მოსკოვში და ვიქტორ სანიკიძე თბილისში. ხო, აი სხვათა შორის გამახსენდა მერაბ მამარდაშვილის ერთი ფრაზა, ნუ ის რუსულად ამბობდა ხოლმე, მე შევეცდები გადავთარგმნო ეს. ვინმე კიდე არ დამწამოს რაღაც ჩვენ გვაქვს ღრმა ინტელექტუალური გულყრა. ჩვენ ცხოვრობ დროში, ანუ რუსულად ვიტყვი მაშინ, у нас глубокий интеллектуальный обморок. მაგას ამბობდა რა. მაგ პროცესში ვართ ხა. თან ყველაზე მთავარი რა არის, იცი? აქეთ რომ მიუთითებენ, რომ ესენი ინტელექტუალები არიან. და ძალიან კარგად ვიცნობ თითქმის ყველას. და არც თუ ისე პატარა ასაკის ვარ მე რომ თავიანთი ქმედებები, თავიანთი წარსული მე ეს არ მახსოვდეს. ძალიან კარგად ვიცი ყველა რადონის ინტელექტუალია რა, თითქმის ყველა. და აქეთ იმის გადმოგდება რა, რომ ესენი არიან რაღაცა. ხო, ეხლა უციგნურები და ისინი არ მინდა ეხლა აქ ესა მოვიტანო ეს ფრაზები რა. ეხლა ეს არის აი ისეთი მდარე მომენტი, ხო?
რომ წარმოუდგენელია. ჩვენს მენელს შეიძლება გავუშვით კითხვა რომ კი, მაგრამ მაშინ რატო ვლაპარაკობთ ამაზე და მე ბევრჯერ მithkoms და კიდევ ვიტყვი რატო ვლაპარაკობ, რომ საბედნიეროდ ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ მოსახლეობა ბევრად შეიცვალა, გაიზარდა და ხვდებით რომ არ შეიძლება რაღაცა ისეთი დამოუკიდებლობა, რაღაცები ახლა ესე მიღწეული ისევ დავანგრიოთ, იმიტომ რომ ვიღაცას არ მოწონს და მე სხვანაირად უნდა გავაკეთოთ, ხვდებით და ამიტომ უმრავლესობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სწორად შევს, მაგრამ ტრაგედია არის ის, რომ აი ეს უმცირესობა რაც არის, ხო? თქვა თუნდაც ჯამურად 40%. მე მინდა რომ ამ ხალხმა დაინახოს, რომ როგორი მოტივიც არ უნდა ქონდეთ, როგორი უკეთესობაც არ უნდა უნდოდეთ, რასაც ისინი ირჩევენ, ეს არის აბსოლუტურად დამღუპველი, მანკიერი, დაარე და უხარისხო. შეუძლებელია, რომ შენ თუ ესეთი მოტივები გამოძრავებს, შენ ხმას წარმოადგენდეს ესეთი უპასუხისმგებლო ხალხი. ეს არის დაუშვებელი. არაფერი არ ამართლებს, რაც არ უნდა ხელისუფლება არ მოგწონდეს, ან მოგბეზრდეს, იმიტომ რომ 13 წელია ქვეყანას მართავს, ეს არ ამართლებს, რომ შენ უნდა აირჩიო რაღაც აი ის, რაზეც ახლა ჩვენ მთელი გადაცემა ვლაპარაკობთ. ნუ აირჩევ იმას და შესაბამისად ის რომ დაკარგავს ამ ნიშას და ამ ხმას, გამოჩნდება სხვა, ან შენ გამოაჩინე სხვა. მაგრამ მე მინდა მთავარ საკითხზე მივიდე ახლა ამ ყველაფრის შეჯამების, იმიტომ რომ მე ამ სტუდიაში თითქმის ყველა რესპონდენტთან ვინც ყოფილა, სულ კამათობდა, სულ ვიძახი, იმიტომ რომ ბოლოს მიდიხარ შენ ორ თეორიამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ციბრიყვის ისეთ მასშტაბზე, რომელიც წარმოდგენა და დაშვება შეუძლებელია, აი ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეს შენი ოპონენტი, რომ დაადგა გზას, რომელიც უბრალოდ ჩიხურია და მე ამას თან ყიდდეს, რომ ეს არის რეალობა რა. და მე მაგალითად ვიცავ ხოლმე პოზიციას, რომ იცი, მე არ გამოვრიცხავ ციბრიყვეს, მე არ გამოვრიცხავ ქართულ ხასიათს, რომ ადამიანის შეცდომაში გაჯიუტება, ამპარტავნება, შეხვედი რაღაც შეცდომის სპირალში და ვეღარ გამოდიხარ, არ გამოვრიცხავ ამას და მიმაჩნია, რომ შეიძლება ჩვენში არსებობს ეს მუხტი, რომელიც ესე გაჯიუტებულად მე გარე დახმარებასაც მოიხმოს და არის მეორე ვერსია, რომ არა, ეს ყველაფერი აქ იმიტომ ხდება შიგნით, რომ ამ ყველაფერს ყავს მიღმა გარეთ პატრონები. და შესაბამისად ისინი უბრალოდ ცნობიერად თუ არაცნობიერად ასრულებენ აი ამ გარედან მოკაჩული ძაფების რაღაცა ფუნქციას და ამიტომაც ვიღებთ ჩვენ ესეთ გროტესკულ სურათს. ჩემი ვერსია ხშირად მარხს ხდება ხოლმე კამათში და შენ რომელს ემხრობ? იცი რა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მაგაში. მე რას გავიხსენებ, იცი, მე ვარ იმ თაობის ადამიანი, რომელიც პირველად რო დაიწყო ეს თემები და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ევროსაბჭოს სემინარებზე სიარული და მე აი ამ ადამიანებს მივეკუთვნები და არაერთხელ ვარ ნამყოფი სხვათა შორის. იქ მაშინ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი ამას, უბრალოდ ვერ ვიაზრებდი ბოლომდე, იმიტომ რომ ახლა საბჭოთა კავშირს ვებრძოდით, ვებრძოდით იმ სტილს, ცხოვრების და ასე შემდეგ. იქ ესე იგი არგუმენტირებულად გაწვდიდნენ შენ რას? არგუმენტებს გეუბნებოდნენ, რა არგუმენტებით უნდა ესაუბრო საზოგადოებას. და მთავარი მომენტი რა იყო, იცით? რომ ახლა კორუფციაზე ხო ლაპარაკობენ. კორუფცია თუ თქვათ ვერ იგებ რაღაც სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტიკაზე რო ჩამოდის ადამიანი, ეს არ გავაკეთე, აი ხო გავაკეთე, ეს ხო აბაშენე ეს თქვათ, ხო? უცებ მიდის ხოლმე კორუფციაზე გაამახვილეთ ყურადღება. ეს არის აბსოლუტურად სწორედ ისეთი გათვლილი ნასწავლი გამოცდილი სხვა ქვეყნებში სხვათა შორის საკითხი. ეხლა როცა კორუფციაზე ლაპარაკობ, რა თქმა უნდა დაასახელო. ეხლა არგუმენტად რომ მე ხო ამბობს თქვათ ვიღაცა, არგუმენტად მე სიშტერი რომ მოკავს, რომელიც კორუფციასთან კავშირში არ არის. სხვა მაგალითია ეს, სხვა კორუფციასთან არა აქვს ამას საქმე. ამასაც ვერ საზღვრავენ, გესმის? არა, ან საკრებად საზღვრავენ, იმიტომ რომ ჩვენთან არის ყველაზე დიდი NGO და ორგანიზაციის მთავარი საკითხი არის. მე ვლაპარაკობ აი პოლიტიკურ კლასზე, რომელიც თქვა დღეს შენთან ოპონირებს ამ ადგილობრივი არჩევნების პროცესში. ახლა კიდე არ მინდა რა დავასახელო, იმიტომ რომ ძალიან შორს აგვიყვანს ესია და აი ამ საკითხს კორუფცია რასაც ქვია ახსენებენ უადგილოდ ხშირად, იმიტომ რომ კონკრეტულ ფაქტს, რომელსაც აღწერ. ეს კორუფციის ბრალი კი არ არის. შეიძლება დაარქვა არაპროფესიონალიზმი, შეიძლება დაარქვა რაღაცა სხვა, კორუფციასთან საქმე არ არის. იმიტომ რომ მე რომ მიყვები ამ თემას, და ჩვენ რა პრობლემა გვაქვს, მე გეტყვი. აი მაგალითად, აბსოლუტურად შესყიდვების კანონის შესაბამისად ცხადდება ტენდერი.
იგებს კონკრეტული კომპანია, რა თქმა უნდა, შესაბამის პროცედურები აქვს ამას და ვთქვათ, მერე ვერ ასრულებს თავის მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. შენ როგორ თვლებს, დანარჩენ მსოფლიოში რამდენი მსგავსი შემთხვევაა? აი იმ თემა, რასაც ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქვია, დაახლოებით 40-50%-მდე ადის შეუსრულებელი კონტრაქტები. იქ. ეხლა შენ ამას არ ქმევ, რომ აქ არის კორუფცია. და რატოა კორუფცია? როცა კონკრეტულმა კომპანიამ ვერ შეასრულა თავისი დღევანდელ პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვავს, რომ ჩვენ პირიქით ჩვენ გვჭირდება აი ის რო ქვია იმას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ჩვენ მისი საქმიანობა გვჭირდება, იმიტომ რომ მე სწორედ რომ მაინტერესებს თუ თქვენ გაქვთ კორუფციის ფაქტები, მომაწოდეთ ეს და ჩვენ გვინდა ზუსტად თემატურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ არ გვინდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აქტივიზმით და მერე რევოლუციებით არიან დაკავებულები, ხო? და ამის ნაცვლად შენ იღებ აი რომ კარგად მიხვიდე და ეხა ემოციაზე მომუშავეს რომ ყველაფერი მიდის კორუფციის соусით, იმიტომ რომ ის ხო გამჭვირვალობა და რა ტენდერი ჩატარდა ადამიანმა მოიგუმა რომ ეს ხო ვიღაცის შემომწირველია. ანუ იმა რომ მე ფული შეწირა, ეს აპრიორი ითარგმნება, იმიტომ რომ აღქმა უნდა გაუჩინოს თავის მომხმარებელს, რომ ეს ყველაფერი არის შეკრული. ეს ხო ისედაც გასაგებია, აბა ეხა კაცმა რომ ტენდერი მოიგო. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ტენდერის მილიონებს ხანდახან ისე წარმოაჩენ, რომ ეს ყველაფერი, ანუ აღქმურად ისე არის ინფორმაცია მოწოდებული, ეს ყველაფერი ჯიბეში ჩაიდო, კაცო. ის კი არა რომ პროექტი ფული ჯდება, იქ მოგება რამდენია კაცმა რო არის ის მარჟა. ხო გესმის? ამდენი მილიონის ტენდერი მიიღო. რატომ რომ აღქმა უნდა შეუქმნას? თვითონ აი აღქმასთან მიმართებაში, რომ როცა საუბარია რაღაც გამოვა თქვათ, რაღაცა არის 10 ჰექტარი თქვათ. მიწა და 100,000 კვადრატული მეტრი, მილიონი კვადრატული მეტრი და აი ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, ხა ჩვენ გადავედით ტექნიკურ ნაწილზე, იმ ინსტრუმენტები, რითაც ხდება აღქმების გამდიდრება, შემდეგ რითაც ხდება ბუნებრივია, რომ იმ საპროტესტო ელექტორატის მობილიზება, მათი განწყობის შესაბამისი შექმნა იმისათვის, რომ საჭირო მომენტში შენ ეს მიიღო წინააღმდეგობა. ბოლოს მინდა რომ რაც დაგვრჩა დრო შევეხო იმას, რომ ყოველ დღე დავდივარ იმ შტაბში, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი გამოხატულებაა რა, კარგად მუღამი დაუჭირე, შეიძლება ესე ითქვას, აი რომ მოდის ეს საპროტესტო აქცია, არ ვიცი რა ქვია, რაღაცა მარში, რას იძახიან, ანუ შინაარსი რა არის, ხო ხტები და ნუ ყველა ძალიან ისე ნეიტრალურად უსმენს, შეიძლება გაგეცინოს, ხო ხტები რაღაცა. ეს შეძახილები ხო აქვს, მე დაუჯდომელს ვეძახი, ანუ ეს აკაცუკთა ერთიანი მოძრაობა, რომელიც მოდის იქ და საინტერესოა საყურებლად. ნუ იქ შეხლა შემოხდა, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იქით ამ ხრიდან იწყება გინება და ამის პასუხად, მეტი იქ არაფერი არ ხდება, მათ თავისუფლად შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ეს გამოხატონ ნებისმიერი ეს საპროტესტო მათი წარმოდგენა და ხედვა. უბრალოდ ვცდილობდი მე რეგ მიმართვებს რა გაკეთებდნენ გამეგო აი რა არის და ერთადერთი საპროგრამო ის ფრაზა დავიჭირე მხოლოდ ანუ ჩვენი რას ითხოვენ აი საბოლოო ჯამში რას ითხოვ აი სადამდე გინდა რომ პროცესი მივიდეს ეს ხონდა ჩანდეს არა ჩვენი მიზანი არის რომ დისკომფორტი შეუქმნათ მართლ პარტიას მორჩა ხო და თან არგუმენტი ანუ ქვეყნის აშენება რა არის რომ ქვეყანა უნდა აშენოს ქართულმა ოცნება მოიქ რაღაცა უნდა აკეთოს ამაში ოპონირებას არ უწევ რაღაც უკეთეს არ თავაზობ არც ამორჩეველს არც იმას არ ეუბნები რომ კაი ხა არ მინდა პარტიის გაკეთება მაგრამ აჰა ეს უკეთესი გეგმა ხო სიტყვაზე ხო აი ხა მაგალითად ძალიან დიდი ხანია მაწუხებდა რომ სოფლებში ხო კარგია გაზიფიცირების პროცესი მაგრამ ნუ აი ცოტა არ არის ლამაზი მაგრამ ნუ რას იზევს სამაგოდ იაფია ინფორმით როგორც მილი გადის მაგრამ უკეთესი იქნება იმიტომ რომ ლამაზი ქვეყანა ვარ ტურისტული სხვანაირად იყოს ხო ხტები? ამიტომ ნუ ეს დიდხანს გვილაპარაკია, დღეს დადგა დრო, აი პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და დადგა დრო, რომ კი, ეხა უკვე დროა, რომ ეს რაღაცა სხვანაირად გავაკეთოთ, ხო ხტები? შეიძლება სხვანაირად მიწოდება. ამას ჩვენ ვერ ვისმენთ. ანუ გამოდის, რომ ის ადამიანების ჯგუფი ხედავენ თავის ფუნქციას, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ იმას, ვინც მართავს, ეს არის მთავარი ამოცანა და რა ვიცი, ეთქვა დასავლეთში ეგრე ასწავლეს, რომ ესე მუშაობს დემოკრატია. მე არ მესვის ესე რატომ მუშაობს. მან თავარი თემა ხო რა არის? გურამ დააკვირდი, თუნდაც მცდელობა როცა აქვს, რომ რაღაცა გითხრას არგუმენტი, ხო? და შენ მიუგე პასუხს, ეგრევე რუსული პროპაგანდა. ეს რუსული პროპაგანდაა, ხა. ეს პროპაგანდა. თუ ჩვენ რას ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი ეს პროპაგანდა, იცი, ხო? დავიბადე, გავიზარდე. და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. თითქმის ყველა წრის. და ყველამ ძალიან კარგად იცის, მთელი ჩემი, ვთქვათ, ახალგაზრდობის პერიოდი მერეც რა იდეებით ცხოვრობდი.
ბევრი მათგანი, როცა მე მსგავს საპროტესტო გამოსვლებში ვიღებდი სტუდენტობისას მონაწილეობას, ბევრ მათგანს პარტბილეთი ედო ჯიბეში და სხვა შორის ეჭვი მაქვს, რომ არა აქვს ჯერ კიდევ გადაგდებული. და ეს არის სასაცილო. უბრალოდ გონიათ რომ ვიღაცას ეს არ ახსოვს რა. რეალობაში ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს და ეხა ეს იწვევს უკვე ღიმილს. ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება ახსოვდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც კითხვას დავსვი, რომლებიც არიან სწორედ იმ ბავშვების ვინც ამათ მართავს. იმ ბავშვების შობლებს ახსოვთ ყოველ შემთხვევაში რაც იყო. ესე იგი ძალიან საინტერესო არის წმინდა ერთგვარად ეთნოგრაფიულად იმ ჯგუფის შესწავლა, რომელიც აი ამ საპროტესტო აქციაზე დადის რა. იმიტომ რომ გარკვეული როგორ ვთქვა, ფუნქციის ადამიანები არიან ხოლმე იმ აქტიურ ჯგუფშიც წინა პლანზე გამოწეული, ვინც მეგაფონი უჭირავს, ვინც ამ რაღაც შეძახილებს აყალიბებს, მერე ვიღაცები, ვინც პროვოცირებენ დაპირისპირებას. ჩემთვის საინტერესო, რომ ამას ცოცხალ ეს ყველაფერი არ ჩანს ოღონ ეკრანზე რა, ის ვიდეო გადაღებული ვიდეოებში მით უმეტეს მათი მხრიდან. ეს ყველაფერი ნიველირებული, ფოკუსი იმაზეა გაკეთებული, რაც უნდათ რომ ვთქვათ აქცენტისაც წაიღონ, დაპირისპირება მოხდა. სხვა შორის, როცა ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ ალბათ დღეს კიდევ მოვლენ რა, იქ შტაბთან საპროტესტო აქციაზე. პუბლიკამ ყველაზე სწორად დაწერა, რომ ეს დაპირისპირება მოყვა მომიტიკეების მხრიდან ამ გინებას. რადიოს თავისუფლებამ ესე არ დაწერა, იმან დაწერა, რომ ბოლოს ის მოხდა, რა ქვია, დაპირისპირება. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ადამიანთა ჯგუფი, რამდენიმე ადამიანი უფრო სწორედ, რომელიც აი თან მათ ვიდეოებში ხედავ ხოლმე რა, სულ არიან რა, მონაწილეობენ ამ მარშებში თუ რუსთაველის გადაკეთებებში, მაგრამ რომელიც ცოტა უკანა პლანზე დგანან და დგანან ჩუმად, ხმას არ იღებენ, აი დიდები არიან, უფრო დასრულები და არ მონაწილეობენ ამაზე. და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ვიცანი რა, ეს პერსონაჟი არსებობს სიმონ ჯანაშია. მასწავლებელი, პედაგოგი, ანუ ინტერნეტში ჩაიხედო, ამოგიგდებს ესეთ პროფილს, სადღაც უცხოეთში ნასწავლი, აქ ნასწავლი ვიდეო გამოსვლები, პედაგოგი ბავშვებს უნდა ასწავლოს და ანუ მე ვერ ხვდები რატომ არ ცხვენ და მე დავიწყე ფსიქოლოგიურ პროფილზე ფიქრი რა, ანუ რას ფიქრობს ადამიანი, როცა წინ მასწავლებელ პედაგოგს გიყენია შენი მოსწავლეების და სტუდენტების ასაკის ადამიანები და აგინებინებ დედას, მიგაჩნია რომ ეს არის სწორი აქტიურობის ფორმა, ამითი რაღაცას იცავ და შენ ესე კმაყოფილებით უკან დგახარ და ხო, მე ცალკე შეხვედრა რო გაქვს საორგანიზაციო იქ ვინ არის ლიდერი კაცმა არ იცის, მაგრამ არც წინ დგახარ, არც შენ თავზე არ იღებ. ესენი ყავს მიშვებული რა, რო აინტერესებთ ხოლმე რომ აი რანაირად ხდება გარედან ზეგავლენა. აი ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი, რომ ეს არის რაც თან ჩანს და მაგის უკან კიდე დგანან ზუსტად ასევე მდუმარეთ ისინი ვინც არ ჩანან და მდუმარეთ. აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს, სხვათა შორის აქ შეიძლება საქმე ქონდეს ეს ცოტა იმაში უნდა გადავიდე სუბიექტურ ფსიქოანალიზში ხვდები, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც სერიოზული რაღაც დარღვევა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არის შვილიშვილი ძალიან გამოჩენილი საბჭოთა ქართველი ისტორიკოსი სიმონ ჯანაშიას და მისი სეხნია, ну, აი, ეთყობა შეიძლება ამისგან აქვს რაიმე ტრავმა, რის გამოც ზუსტად იგივენაირი მონდომებით ეხლა სრულიად სხვა დილის წესრიგს ემსახურება და აკეთებს რაღაცა საქმეს, რომელიც მას მიაჩნია, რომ ეს პატრიოტიზმია, მაგრამ ხე ნაყოფისგან იცნობა და აი რა ნაყოფსაც ჩვენ ხედავთ ეხლა მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე, ნამდვილად ვერ ვიტყვით ესე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავაკვირდეთ მოვლენებს, ჩვენ დღევანდელი დრო და ეთერი ამოიწურა, ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მომავალ კვირაში ლაპარაკს, შუადღის პოლიტიკა კი ეთერში ხუჩაბას დაბრუნდება დროებით.